მოგესალმებით. დღეს 2025 წლის 10 აგვისტოა. და მე როგორც მიხდით, ალბათ თბილისში ვარ უკვე. შვენიერი საღამოა ზაფხულის, გრილი, სიო ნაზად ქრის, ჩემს ღვაწლებს ნაზად ელამუნება. მე მხოლოდ დამრჩა ერთი ოცნება, თუ არ თქოს სიო მე დამონებას, ხო და ცოტა პოეზია ხოლმე შემია, მაგრამ მე ხელოვანია. ხო და რა ვიცი, საგრძნობლად ნაკლები მანქანა დადის ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც დადიან აგერ შეხედავთ. საგრძნობლად ნაკლები მანქანებია. ხო და აი ამჟამად ეხლა სადაც ვარ. აქ არიან, აი ნახეთ, ვეგეტარიები არიან ხიდის ქვეშ, ასე რომ ხილად იყავით, რომ ვინმე არ გაგიტაროთ ხიდის ქვეშ. ეხლა მივიწევ ულამაზესი საოცარი საპატრიარქოსკენ, სადაც ულამაზესი და უსაოცრესი შუქნიშანია ერთსაათიანი, მაგრამ მე ამისთვის რად ვარ, აი ჩემი ბავშვობა. პირველად აქ გავიგე ელექტრონული მუსიკა, Night Office-ში, კლუბში. ფრექიუ ნასტი რო ჩამოყავდათ ხოლმე, ტრიდერ უაწყობდა ივენთებს. DJ Linus-ის ტრეკი გემახსოვრებათ, რომელიც ნამდვილად DJ Linus-ის კი არა, უბრალოდ DJ Linus-მა დაუკრა, მაგრამ ჩვენ ხომ 90-იანების ხალხმა არ ვიცოდით, რომ DJ სხვის მუსიკებსაც უკრავს, მხოლოდ თავის მუსიკებს არ უკრავს და შეიძლება საერთოდ DJ საერთოდ არ წერდეს მუსიკას. საერთოდ ამდენჯერ ხო? სტავტოლოგიების მეფედ მაღიარებ. ხო და მოკლედ რაღაც ესეთი ჰარმონიული შეგრძნებების საღამოა. მარტო ვარ, ნელინა ბიჯით ვსეირნობ, ტბები თბილისის საოცარი ხედებით. საზოგადოება twins არ გურღავს, რადგან საჭმპალაოთ არიან წასულები ზღვაზე, მთაში, მდინარეებში და ეს ძალიან სიამოვნებს. თქვენ რას აკეთებთ? მომიყევით, დამიკომენტარეთ, ჩემო პატარებო. რა ხდება თქვენსკენ? ისრაელში ჩემები რა შვებიან ისრაელში? არის ისევ ჟიულხივილი? ბინ ლადენმა ხო არ დარეკა თქვენთან? ქუთაისიდან. ასე რომ ჩამოდით თბილისში, ჩამოდით, თორე თბილისმა მოიწყინა. არ შეიძლება ესე. თბილისი ყოველთვის რანაირია. სიყვარულს განახებს და მოფერებას. ამიტომ ნუ დატიერთ მას მარტო ჩემო პატარებო. ხო, რაც შეეხება ახლა მინდა შევეხოთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოში, რაც ხდება. ჩემი სუბიექტური აზრით ყველაფერი ძალიან კარგად არის. მე ვხედავ ქუჩაში მოსიარულე ბედნიერი სახეებით ადამიანებს. არანაირი აგრესია არ არის მათში, პირიქით. მათ აქვს ძალიან ჰეპი სახეები. ასე რომ ეს ჩოჩქოლი და ჟივილხივილი იმაზე რომ ქვეყანა გვენგრევა, ყურით მოთრეულია ჩემი აზრით რა. ძალიან ბევრი ტურისტია, ძალიან ბევრი უცხოენოვანი ადამიანია და ეს არის ძალიან კარგი. რატომ არის ძალიან კარგი? გეტყვით? იმიტომ. ხო, კარგი პასუხია. ვიცი რომ კარგი პასუხია. ხო და არ ინერვიულობ არაფერზე შემოპატარებო, ყველაფერი კარგად იქნება. და რაც თავარია, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, საკუთარ სულს და საკუთარ ბინძურ ხორცს. რადგან თუ არ გაუფრთხილდებით, ის გაიხრწნება. ისე გაიხრწნება, როგორც არასდროს. ახლა ერთ რამეს გეტყვით. თავარი ის კი არ არის თუ ვინ არის შენი მეგობარი. თავარი ის არის თუ ვინ ხარ შენ. ასე რომ სისულელეებს შეეშვით. კონცენტრაცია მოახდინეთ საკუთარ თავზე და რაც თავარია. ბოლოს ამას ვიტყვი. ყველაზე მთავარი არის ერთი რამ. საკუთარ თავში და საკუთარ სულში იპოვოთ სიმშვიდე. და სრულ სისულელეებზე თუ არასისულელეებზე არ გაღიზიანდეთ. არ გასცეთ ნეგატივი და აგრესია. იმიტომ რომ ეგრევე იგივენაირად დაგიბრუნდება თქვენი აგრესია.
შეეშვით უბრალოდ აგრესიულ ტონს, აგრესიულ გამოხედვას, აგრესიულ სიტყვებს. განცადეთ ნეტარება, დამშვიდით და ყველაფერი იქნება 5-იანზე. აბა თქვენ იცით, მე და ილია მეორე და საპატრიარქო სიყვარულს გიგზავნით თბილისიდან. კარგად.